საპროტესტო გამოსვლების მე-16 დღეა თბილისსა და რეგიონებში აქციები გრძელდება. შეკრებილები ქართული ოცნების 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ასევე პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნა აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება. დღეს აქცია მსვლელობა თბილისის ქუჩებში გაიმართა, საკუთარი პროტესტი მარშით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გამოხატეს. ბოლოს კი პარლამენტის შენობასთან მივიდნენ. მოამბის რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს რუსთაველის გამზირზე, ადგილიდან ახლა ჩვენ ანა ბროლაძეს ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში. ანა, რა ვითარება ამ დროისთვის საპროტესტო აქციას? ნიკა, იმ პროტესტმა, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო გაშლილი დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში, საბოლოო ჯამში პარლამენტთან მოიყარა თავი და აღსანიშნავია, რომ აქ კიდევ ველოდებიან ფსიქოლოგებს, რომელთა მარში დაგეგმილი არის 8 საათიდან რესპუბლიკის მოედნიდან უნდა გამოემართონ სპეციალისტები. სოლობით, ისევე როგორც მაგალითად 7 საათისთვის მარჯანიშვილის მოედანზე იყო დაგეგმილი შეკრება მუსიკოსების, ელექტრონული მუსიკის დარგში ასევე მომუშავე ადამიანების. აქ უკვე იმყოფებიან მეღვინეები, რომლებიც ასევე ცალკე იყვნენ შეკრებილები, იურისტები, რომლებსაც უზენაეს სასამართლოსთან ჰქონდათ, ასე ვთქვათ, შეკრების წერტილი და ისინი შემოუერთდნენ. მთელი დღის განმავლობაში HR-ების, IT სპეციალისტების, სახელოვნებო სფეროში მომუშავე ადამიანების, ხელოვანების შეკრება ხდებოდა და საბოლოო ჯამში ყველა შეიკრიბა რუსთაველზე, ნაწილი უკვე აქ იმყოფება, ნაწილი ეტაპობრივად უერთდება. და აქ მოწყობილი ახლა ალბათ მაყურებელს ესმის ხმა საქართველოს ჰიმნს ასრულებენ მოქალაქეები, რომლებიც დგანან იმ სცენაზე, რომელიც სავარაუდოდ მერიამ უნდა გამოიყენოს ხვალ ნაძვისხის ანთების დროს ცერემონიალზე და აქციის მონაწილეებმა გამოიყენეს ეს შესაძლებლობა და აი ამ ფორმატში დღეს უკვე ამ ფორმატში არის გარკვეულწილად გამოსვლები. აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების სახელით კეთდებოდა სულ ცოტა ხნის წინ განცხადებები, ბანერი ისევ ადგილზეა, რომ ქართული ღვინის ადგილი არის ევროპაში. თავარი მოთხოვნა, რაც არის ამ უწყვეტი 16 დღიანი პროტესტის მიმდინარეობისას, გაშლილი არის ასევე ბანერებზე ვითხოვთ ახალ და სამართლიან არჩევნებს და თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს მოქალაქეები დგანან აი ამ საპროტესტო ბანერით. რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, როგორც აღნიშნეთ, დღეს განსხვავებული ვითარებაა იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც დგას სცენაზე, რუპორით მიმართავს აქ შეკრებილ ადამიანებს. რაოდენობას თუ განსაზღვრავთ, აქცია ჯერჯერობით დგას ჭანტურიას ქუჩამდე და მოვატრიალოთ აქეთ კადრი, რომ ვაჩვენოთ ფურცელაძის ქუჩამდე რჩებიან მონაწილეები. ჯერჯერობით ეს ვითარება და როგორც აღნიშნე, გასულ დღეებთან შედარებით არის ცოტათი შეცვლილი ფორმატი იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი პროფესიის წარმომადგენელი არის თავმოყრილი ახლა საკანონმდებლო ორგანოს წინ. დღეს უფრო ადრე გადაიკეტა მთავარი გამზირი, რუსთაველის გამზირი დაკეტილია უკვე 7:30-დან. შევით ადგილზე, განვაგრძობთ მუშაობას, ნახოთ როგორი იქნება პროცესი, ნახავთ თუ არა ასევე დაგეგმილი აქციებით, ასე ვთქვათ, შემოერთებას, რომელზეც მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია. ახლაც გესმით, სად მივდივართ ევროპაში. აი ეს პათოსი ახლავს აქციებს, რომელსაც მაყურებელი ადევნებს თვალს და ბუნებრივია, რომ გამოშვების მიმდინარეობასაც ექნება მაყურებელს შესაძლებლობა რამდენიმე ფაჯრის პრინციპით ტრადიციულად თვალი ადევნოს პროცესების მიმდინარეობას და შემდგომ უკვე პირდაპირ ეთერში ჩართვებით დავბრუნდეთ და მოუყვეთ მაყურებელს განახლებული ინფორმაცია, რა ხდება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. მადლობა, ანა ბროლაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირიდან, სადაც საპროტესტო აქცია უკვე მე-16 დღეა იმართება.